სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში ვერ შესრულდა ეს 2003 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ფინანსთა მინისტრი განმარტებებისთვის ვერ იცლის პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კი ბიუჯეტის 600 მილიონიანი ლარით გარღვევას ადასტურებს. ელენე კერესელიძე კი ამბობთ. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 600 მილიონ ლარზე მეტით გაირღვა. ამ მონაცემებს უკვე ოფიციალურად საქართველოს ხაზინა საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. საპარლამენტო უმცირესობა საბიუჯეტო დანაკლისზე ჯერ კიდევ 6 თვის წინ ღიად საუბრობდა. თუმცა მაშინ მთავრობა ბიუჯეტის გეგმის შესრულების გარშემო კითხვის ნიშნებს არ სვამდა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში 91%-ით შესრულებულ ბიუჯეტზე ღიად საუბრობენ. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობისგან ბიუჯეტის ოფიციალური პარამეტრების გადაგზავნას ელოდება. 600 მილიონიან დანაკლისს კი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით ხსნის. ყველა ვიცით, რომ გარკვეული 600 შემოსავლაც 600 მილიონზე მეტი დააგდა და ძალიან ცუდია, მაგრამ ძირითადად ეს არის გამოწვეული იმით, რომ ეკონომიკა არ გაიზარდა 6%-ით, არამედ გაიზარდა 3.9%-ით. საპარლამენტო უმცირესობაში მმართველგუნდს ეკონომიკურ აზროვნებას უწუნებენ და განმარტავენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მთავრობის ინიციატივებმა განაპირობა. ხელისუფლებაში ყოფილი გუნდი არის ძალიან ეკლექტური, იქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ჯგუფები, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იზრდება ზოგადად ეკონომიკური აქტივობის შენელება, გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში მოხდა გადასახადების კლება. შედეგად მოხდა ბიუჯეტში პირველად გარღვევა. ბიუჯეტის დეფიციტს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით ხსნის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე. ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი მიმდინარე წელს იგივეს თავიდან ასაცილებლად ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის დაგეგმვას რეალური პროგნოზის გათვალისწინებით სთხოვს. დაგეგმვაში იყო გარკვეული პრობლემები. და ალბათ ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც მთავარი გეგმავია ბიუჯეტის 2014 წელს ეს გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და ალბათ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის პარამეტრები იყოს შესაბამისობაში საბიუჯეტო ამოღებასთან. ბიუჯეტის გარღვევაზე რო ჩამოყალიბდა ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გარღვევაზე განმარტებების გასაკეთებლად დღეს ვერ მოიცალა. საქართველოს ხაზინის ოფიციალური მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტი 2003 წლის შემდეგ წელს პირველად გაირღვა.